2013 წლის თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის მიხედვით საქართველოს კორუფციის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა. კვლევა 82 ქვეყანაში ჩატარდა. მისი შედეგები ექსპერტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელობამ გააცნო. ანგარიშის მიხედვით საქართველოს D ჯგუფშია მოქცეული და 6 კატეგორიიდან მეოთხე კატეგორიაში იმყოფება ბელორუსთან, რუსეთთან, პაკისტანთან და ჩინეთთან ერთად. ნოდარ ჩაჩუა უკვე გაეცნო ანგარიშის სრულ ვერსიას, ნოდარ როგორ აფასებს ამ შედეგს მთავრობა და არასამთავრობო სექტორი. დიახტინო პირველი შეფასებები უკვე გააკეთეს როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომელიც დღეს ძირიდან აქ თბილისი მერიოდში ესწრებოდნენ სწორედ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც საქართველოსთან ერთად 82 ქვეყანაში ჩატარდა და სადაც ყველაზე ასე ვთქვათ მთავარი ანგარიში რაც მოხდა ეს არის გამჭვირვალობის თემა. თავდაცვის სამინისტრო იყო ყველაზე გაუმჭვირვალი უწყება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეიძლება ითქვას განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით არის ანგარიში მოყვანილი პრობლემების საუბარია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებით და ასევე იმ შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც არასაიდუმლო ნაწილს წარმოადგენდა და რომელიც საჯარო უნდა ყოფილიყო თავად საზოგადოებისთვის და ასევე დაინტერესებული პირებისთვის. როგორც უკვე გითხარით, შეფასებები გააკეთეს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა. დღეს აქ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობის პერიოდში მას შემდეგ რაც გადაბანება მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ისინი ყოველდღიურად ხვდებიან ამ პრობლემებს. ისინი ყოველდღიურად ასე ვთქვათ, მათთვის ყოველდღიურად იქცა ის ფაქტები, რომელიც ამ ანგარიშია მოყვანილი. იგივე საცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევა და ასევე არის დოკუმენტი, რომელიც ყველა ხელისუფლებამ, ყველა თავდაცვის სამინისტროს პირველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რათა მსგავსი შეცდომები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით დაშვებული არ იქნას. ის მაჩვენებლები, რაც ჩვენ მივიღეთ, ეს უკვე ახალმა ხელისუფლებამ საკუთარი თვალით მიიღო რა მემკვიდრეობა წინა ხელისუფლებებისგან. მართლა ჩვენ თვლით, რომ ძალიან მაღალი კორუფცია იყო თავდაცვის უწყებაში. ადგილი ჰქონდა ძალიან დაბალ გამჭვირვალობას, ფაქტობრივად გამჭვირვალობის ხარისხი იყო 0-ის ტოლი. ამიტომ ყველა ის შენიშვნა, რაც ამ კვლევის ფარგლებში დაფიქსირდა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ჩვენთვის არის ძალიან კარგი სახელმძღვანელო პრინციპები, რათა მომავალში ყველა ეს ხარვეზი ამოხვრათ და უზრუნველყოთ გამჭვირვალობა თავდაცვის უწყებაში და მთლიანად უსაფრთხოების სექტორში. აქ არის კარგად იდენტიფიცირებული თუ რა რისკები არსებობს თავდაცვის სამინისტროში, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მომავალში და უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან უკვე არის რა თქმა უნდა მზადყოფნა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც არის გადათქმული, რომ ეს რისკ ფაქტორები აღმოიფხვრას, უფრო მეტი კონტაქტი იყოს როგორც პარლამენტთან, იმისთვის რომ უკეთესად განხორციელდეს ზედამხედველობა, გარდა ამისა, რომ უკეთესი კონტაქტი გქონდეს არასამთავრობო სექტორთან, რომ მეტი გამჭვირვალობა იყოს ჩვენი სექტორის და გარდა ამისა მივიღოთ მათ რჩევები იმის შესახებ, როგორ შეიძლება რომ თავდაცვის სისტემა უკეთესად იმართებოდეს და თავდაცვის უნარიანობა ქვეყნის კარგად იყოს დაცული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ამ დოკუმენტში, რომელიც დღეს იხილებოდა და რომლის ანგარიში დღეს წარმოადგენდა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციამ, მუშაობის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ თავდაცვის უწყებასთან დაკავშირებით და სწორედ მათი რეკომენდაციებისა და მათი წინადადებების საფუძველზე შედგა ეს ანგარიში. ანგარიში საუბარია ასევე ბიუროკრატიის შემცირებასთან დაკავშირებითაც და ნათქვამია, რომ მიმართალია ბიუროკრატია და ბიუროკრატიული ინსტიტუტების შემცირდა, რამაც კორუფცია და კორუფციული რისკები ქვედა დონეზე მოსპო, თუმცა ეგრეთ წოდებული ელიტური კორუფცია თავდაცვის მიმართულებით მაინც საკმაოდ არსებობდა. თავად ანგარიშის პერიოდი არის 2012 წელი. ექსპერტების აზრით შეიძლება ითქვას, რომ ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ექსპერტებისა ფიქრობს, რომ დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით ეს არ არის სავალალო შედეგი და გამჭვირვალობა ბოლომდე მაქსიმალური გამჭვირვალობა თავდაცვის უწყებაში ვერ იქნება მიღწეული. ექსპერტების მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობა იმისთვის, რომ კორუფციული რისკები იყოს შემცირებული, არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დონეზე ეს არის ტრაიგული მაჩვენებელი, ეს იყო რა თქმა უნდა უარესი ვიდრე ევროპული მაჩვენებელი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებელი, მაგრამ ისევ და ისევ ესე ვთქვათ, ამის გამოსწორება ალბათ შეიძლება საკმაოდ მალე ალბათ. მაგრამ ისევ და ისევ არ უნდა გავიზრდეს, რომ ბოლომდე გახსნა ამ სფეროში არ შეიძლება ეს ასეთი სახელმწიფო ახსნის ამას ბოლომდე. მაშინ როდესაც არანაირი საჯარო ინფორმაცია არ გადიოდა თავდაცვის უწყებებიდან, არათუ შესყიდვების შესახებ ინფორმაცია. თავდაცვის უშიშროების კომიტეტი, რომელსაც კანონით ევალებოდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლი და ეს პოლიტიკური ნების გამო არ ხერხდებოდა, ეს იყო რა თქმა უნდა სავალალო. მნიშვნელოვანია, რომ გავაუმჯობესოთ ეს ინდექსი და ამის წინაპირობები თავდაცვის უწყების მხრიდან დღესდღეობით არსებობს.
საკმაოდ სქელტადიან დოკუმენტს ასევე გარდა იმ ანგარიშისა, რომელიც და იმ ფაქტებისა, რომელიც მოყვანილია, მასში თანახლავს რეკომენდაციების და აღნიშნული დოკუმენტი უკვე გადაეგზავნა თავდაცვის სამინისტროს და დოკუმენტში მითითებულია თუ კი აღნიშნული ფაქტები გამოყენებული იქნება შემდეგი პრევენციისთვის და მეტი გამჭვირვალობით იმუშავებს აღნიშნული უწყება, ნაკლები იქნება თავად კორუფციული რისკები, რაც აღნიშნული უწყების მეტად ეფექტიანად მუშაობას შეუწყობს ხელს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში ნოდარ ჩაჩუამ გაგვაცნო.